ის პრობლემები რაც აქვს რუსეთს, ხო, შეუძლებელია მოგვარდეს პუტინის სიცოცხლეში. რუსეთი საშუალოდ მოძრაობს წელიწადში 5 კილომეტრის სიჩქარით. ლოკოკინა, რო დაგესვა რუსეთის საზღვარზე, ჩავიდოდა პოლონეთის საზღვარამდე და ესენი ამათ გაიარეს 5 კილომეტრი. ესეთი ომები, როგორც წესი, მთავრდება ამ მეტროპოლიის საბოლოო დაშლით. ეს საკუთარ ტყავზე ომის გამოცდა უფრო და უფრო მოიმატებს. ნებისმიერი მართველი, ჩემი აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, ამ ომს დაასრულებს. დამარცხებული ლიდერები და ბელადები და იმპერატორები რუსეთში არ უყვართ. და როგორ გონია უკრაინა მიაღწევს ეგეთ უპირატესობას? საბჭოთა კავშირი, რასაც აგროვებდა 10 წლეულები, პუტინმა დაწვა დაახლოებით 2 წელიწადში. ამ წუთას პუტინს აწყობს, რომ საჰაერო ზავი დაიდოს. მე არ მჯერა, რომ რამენაირი სამშვიდობო შეთანხმება ამ ეტაპზე შეიძლება დაიდოს. მაგაზე კარგად ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული სამხედრო ექსპერტი ან რაღაც ანალიტიკოსი ვერ ეტყოდა პუტინს, რაც ლუკაშენკომ უთხრა თავისი პირით. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება გადის რუსეთის დამარცხებაზე.